მოცეკვავი რა არის? იცი კი არა მარტო აკეთო რაღაცა. მოძრაობა. და აკეთო ეგ არის აი ვარჯიში სპორტიული რაღაცა. უნდა იცეკვო, ცეკვით გააკეთო, ხასიათი მისცე, რა ცეკვა. ცეკვა მხოლოდ მოძრაობა არ არის და ამას ადამიანის შინაგანად უნდა გრძნობდეს. ასე აღწერს გივი ტაბახმელაშვილის საკუთარი პროფესიის სიყვარულს. ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ბალეტმეისტერი გივი ტაბახმელაშვილი 66 წელია ხელოვნებას ემსახურება და როგორც ამბობს, ყველა ის წარმატება, რასაც ამ ხნის განმავლობაში მიაღწია, დიდი შრომის ნაყოფია. ფანატიკი უნდა იყო გული და სულით. არაფერზე არ უნდა ფიქრობდი, უნდა ფიქრობდე რომ ფორმაში იყო. ფორმა შეინარჩუნო. ხო და გულით, აი მთელი გულით, მთელი ტანმა უნდა იცეკვოს. მიმიკა, ხასიათი, რა ცეკვა. ამას უნდა დიდი შრომა და გული მიიტანო, იგრძნო. გულით უნდა, ორგანიზმი უნდა ენერგია გეყოს. ამ ვიდეო კადრებში გივი ტაბახმელაშვილი 60 წლისაა. ქართული ცეკვის უბადლო შემსრულებელი ამ პროფესიას ბავშვობიდან ეზიარა. ჯერ კიდევ მეოთხე კლასში იყო, როდესაც მშობლიურ სოფელ კარდენახში მოცეკვავი ჩამოვიდა და ცეკვის წრე გახსნა. სწორედ აქედან დაიწყო გივი ტაბახმელაშვილმა ცეკვის შესწავლა. შემდეგ ის სასწავლებლად თბილისში გადავიდა. მამიდის ინიციატივით ოპერისა და ბალეტის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო სწავლა. 1953 წელს იგი ბალეტის მსახიობი გახდა და არაერთ სპექტაკლსა და ოპერაში მიიღო მონაწილეობა. პირველი როლი კი 1953 წელს სპექტაკლში წითელი ყაყაჩო შეასრულა. მან საკუთარი პედაგოგი შეცვალა და მსახიობ ვერა წიგნაძესთან ერთად ითამაშა. შემდეგ იყო ოპერა კარმენი, ოტელო, ქეთო და კოტე, დაისი და ასე შემდეგ. წითელი ყაყაჩო. ჩინური სპექტაკლი იყო და კიკალეშვილმა დადგა, ზურაბ კიკალეშვილმა და მე თავარი როლი იყო, ჩემი მასწავლებელი ასრულებდა თავარ როლს. პაძეშკები იყო ეგეთი ქალთან ძალიან დიდი მოძრაობები და თავარი ბალერინა ვერა ციგნაძე იმასთან მქონდა შეხება. ის რო ჩავატარე, რომ ნახეს არა, იმ წელს 53 წელში მიმიღეს შტატში და თეატრი დავამთავრეთ უკვე სუდი 55-ში. დაამთავრეს სხვამა ყველა. მერე მიიღეს ისინი. გივი ტაბახმელაშვილი სხვადასხვა წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე, ამავე თეატრის რეპეტიტორი და სამხატვრო საწარმოო სახელოსნოების დირექტორი. წარმატების ზენიტში იყო, როდესაც გურჯაანში რაიონის ხელმძღვანელობის მოწვევით დაბრუნდა. უნდოდა რომ საკუთარი გამოცდილება რაიონისთვის მოეხმარებინა. სწორედ იმავე წელს აშენდა გურჯაანის კულტურის სახლიც. გივი ტაბახმელაშვილი დირექტორი გახდა. მისი ინიციატივით აშენდა გურჯაანის თოჯინების თეატრიც. 91 წლიდან დღემდე ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს. რას მე ვიცოდი? მთელი გავლილი მქონდა სცენის კუთხე, შიდა გულმუცელი სცენის. როგორც აი ქირურგი რო იცი და თერაპევტი და რაღაცა შიგნით, აი ეგრე ვიცოდი ყველაფერი, იმიტომ თავზე ვეთქი მხატვრებს. უნდა გავხატო თეატრი მეთქი. მე თეატრი უნდა ყოფილიყო რა, ნახევარი. ეს არ უნდა ყოფილიყო, ას დაბლა მანეჟი. უნდა ყოფილიყო ბაღი. მაგრამ ამ დივანო რო უთხარი ვაჩვენე პროექტი ვერაო ფული არა ყოფნიაო და 6 მილიონი უნდა იყოსო და არა ყოფნია მეტი ჯდებაო და უნდა გაშედეს ნახევარიო ნახევარი ბაღი უთხარი მანეჟი უნდა იყოს იქ დისკოტეკები ჩატარდა ახალგაზრდები 1000 საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა თოჯინები აუსოთ ბავშვთა თეატრი უნდა იყოს ეს აიყოს და დაუმატეს 2 მილიონი კიდე და გაშენდა ეს ყველაფერი. გივი ტაბახმელაშვილის ინიციატივით მიიღო გურჯაანის თოჯინების თეატრმა სახელმწიფო სტატუსი. იგი სხვადასხვა ჯილდოსა და პრიზის მფლობელია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, არის გურჯაანის საპატიო მოქალაქე.